სულ რაღაც საათნახევარია დარჩენილი დაბნელებამდე, მე კი მოვედი თბილისის ზღვაზე სათევზაოდ. მოდით ყველამ ერთად ვნახოთ, რისი დაჭერა შეიძლება თბილისის ზღვაზე საათნახევარში. ჩვენი ძირითადი სატყუარა დღეს არის თეთრი ბუზის მატლი, ეგრეთ წოდებული აპარიში. აი ესე ერთი ცალი სრულიად საკმარისია, იმიტომ რომ ჯერ ადრეა და თევზი ასე ვთქვათ ფრთხილობს. და აბა სეზონის გახსნას გილოცავთ ლეგიოსთან ერთად. იდეალური გათხოვს. ბიჭო, რა ჩარტყმები იყო? ახლა ჩავაგდე არადა. ოპა, ესეც შენი პირველი თევზი. ჩაგდებიდან ზუსტად ალბათ 2 წუთი, ხო? ჩაგდებიდან 2 წუთი. მოდი პაპაშკა, მოდი. აპრილის სეზონი. ნახე, რამხელაზია გადაყლაპული. ესეც ჩვენი დღევანდელი პირველი ნადავლი. ესეთი ლამაზუკა დავიჭირეთ, რომელსაც რა თქმა უნდა გავუშვით. ესე ლამაზად დაიწყო ჩვენი დღევანდელი თევზაობა. თეთრი ჭიაც არ ვარგა რაღაცა სიმართლე რო გითხრათ. აი ესე ჩამოვაცვით, უნდა იფართხალოს თეთრმა ჭიამ. შეცმაზე რო იბრიდება, ეგ უკვე всё. ჩვენიერია. ეხლა მე ამას დავამახსოვრებ, აი ესე. დავკლიფსავ. რადგან თევზი ჯერ არის პასიური და ფრთხილობს, თუმცა შია, ერთი წერტილი უნდა დავყვებოთ ლაითად, ძალიან არა. დავაფიქსირებთ ჩვენს მანძილს, რომ ერთ წერტილში ვისროლოთ და всё, მეტი არაფერი. ნახე, როგორი ფრთხილი ჩარტყმები აქვს, ნუ აშკარად რაღაცა ზის. უბრალოდ არ მინდა გამოყვანა, იმიტომ რომ მგონია რომ არაფერი არ გამოყვება, თუმცა ძალიან ფრთხილი პატარა ჩარტყმები აქვს. ესეც მორიგი თევზი. მოდი პაპასთან ნახოთ ვინახარ. ოპა. პატარა კაპარჭინა, უფრო მე მგონი მეშლება იცით და ეს არის ვიმბა. მოდი დააკომენტარეთ თქვენ და გითხარით რა თევზია ეს. კაპარჭინასაც გავს, მაგრამ მე მგონი უფრო ვიმბაა. თუმცა გრძელია კაპარჭინასთვის ამ ზონის. დაუშვათ რა თქმა უნდა. გაიზარდე დიდი და მერე გვახალისე ყველა. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ესეთი პატარა ზომები არ წაიყვანოთ სახში, იმიტომ რომ კაპარჭინა ზოგადად აი აქამდე იზრდება და ესეთი თევზის დაჭერა ყველას მაგრად გაგვისწორდება მეგობრებო. მეგობრებო, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, ვის რა შედეგი გაქვთ თბილისის ზღვაზე. გახვედით თუ არა სათევზაოდ და რა დაიჭირეთ და რა მეთოდით. ძალიან სასარგებლო იქნება დამწყები მეთევზეებისთვის. ამ პერიოდში, როდესაც თევზი არის პასიური, ვიყენებთ მუქ დასაკვებს, რომ იყოს ასე ვთქვათ ფსკერთან მიახლოებული ფერი. რომ თევზი არ დაფრთხეს, იმიტომ რომ თევზი ეხლა გამოდის, აქტიურობს კაპარჭინა, აქტიურობს კარჩხანა და შამაია, შესაბამისად არ უნდა დავაფრთხოთ ეს თევზები ღია ფერის დასაკვებით. ამ დიდქილაში არის გაზავებული 3 დასაკვები, ერთი არის ვანილის, მეორე არის კანაფის, ხოლო მესამე არის ბისკვიტის, სამივე არის მუქი ფერის. აი ესეთი ფერი გვაქვს მიღებული. თბილისის ზღვის ფსკერთან მიახლოებული ფერი. ზუსტად ერთ-ერთში არ არის, მაგრამ ძალიან მიახლოებულია და თევზისთვის არის, ასე ვთქვათ, უსაფრთხო. და უფრო მარტივად ეტანება ჩვენს დასაკვებს და იქვე ჩვენს მიგდებულ ჭიას. რა დავზუმე? იმენა შეიძლება ადამიანს მივესალმო იქ. და просто მე ტელეფონიდან უღებ თევზაობისას. ვეცადოთ რა მაქსიმალურად რომ შორს გავიტყორცნოთ. 1, 2 და 3. ოპა. შვენიერია, იდეალურია. დაჟე, ნახე როგორი იდეალურია. კოჭაზე ძუა არ დავტოვეთ, ძალიან ცოტა არის კოჭაზე დარჩენილი ძუა, ამას შეხედეთ. ძალიან მაგარია. აქ დავჭიმოთ. აი ესე.
ისევ და ისევ სავარაუდოდ პატარა თევზი. აი, ესეთ სილამაზე დავიჭირეთ. კлау, ჩემო მეგობრებო. და ძალიან ფაქიზი დარტყმა ქონდა, ალბათ ყველამ დააფიქსირეთ. მიდი გაცურა. აი. ძალიან ფრთხილობს თევზი ამ პერიოდში გაზაფხულზე. ამ სეზონს იმდენად მაგარი ვიდეოები გვექნება ამ არხზე, რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ეს არხი, ვინაიდან წინ ძალიან საინტერესო ვიდეოებს უგეგმავ, რაც ძალიან მოგეწონებათ დარწმუნებული ვარ. გთხოვთ მხარდაჭერისთვის დაალაიქოთ ეს ვიდეო, დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწეროთ არხი. მადლობა ძალიან დიდი ყველას. ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ. ამ სეზონზე ჩემი ძირითადი გეგმა არის თბილისის ზღვაზე კობრის დაჭერა და დარწმუნებული ვარ ბევრს დაგაინტერესებთ. ეხლა ყველაზე მთავარი საკითხი რაზე ვიჭერ ამ თევზებს. ესე იგი, მთავარ ძუაზე მოდის ინლაინ მონტაჟი, თავის საკვებურით, საკვებურა გამოვიყენე ეგრეთ წოდებული ბულეტი, ქართულად რომ ვთქვათ, ტყვია, რომ შორს ვისროლო, არის 30 გრამიანი პატარა კალათა, რომ ძალიან ბევრი დასაკვები არ ჩავიდეს, რომ თევზი არ გავაძღოთ. მერე მოდის ესეთი მონტაჟი, რომ ძუა არ აიხლართოს, სადავე ძუა არ აიხლართოს თვითონ საკვებურასთან და შემდეგ მოდის 1 მეტრიანი სადავე ძუა, რომელიც არის 0.12 სისქის და პატარა ბანანისებრი ნემსკავი, რომელიც არის ფლაგმანის ბრენდის. პიარი არ გეგონოთ, ჩემს პირად გამოცდილებას გიზიარებთ, რომ თქვენს შეძლოთ სწორი მეთოდებით თევზაობა. ვინც არიცით ამ მონტაჟის აწყობა, ჩემს YouTube არხზე დევს ასე თქვათ გაკვეთილი თუ როგორ ავაწყოთ ეს მონტაჟი ნაბიჯ-ნაბიჯ. შეგიძლიათ ნახოთ ჩემს არხზე, ან უბრალოდ კომენტარში დაგიტოვებთ ეგრეთ წოდებულ ლინკს და გადადით და ნახეთ და ისწავლეთ, ვინც არიცით და ძალიან გამოგატყდით. ესეც ჩვენი მოკლე ვიდეოს დასასრული. ვიცი რომ ვიდეო მოკლე იყო და არ გეყოთ, მაგრამ საომავლოდ გვპირდებით ძალიან საინტერესო და კარგ ვიდეოებს. ამიტომ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დატოვეთ კომენტარი აუცილებლად. მადლობა ყველას ძალიან დიდი.